უკრაინაში მიმდინარე სკანდალური გამოძიების ფონზე პრეზიდენტ ზელენსკის კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ყოფილი პრესმდივანი ადანაშაულებს. იულია მენდელი პუტინთან ზელენსკის შეხვედრასაც იხსენებს და უკრაინის ლიდერს ომის მთავარ ბენეფიციარს უწოდებს. პარალელურად სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა ზელენსკის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრეი ერმარკის მიმართ პატიმრობას ან 4 მილიონი დოლარის გირაოს მოითხოვს. მარიამ გიგანის სიუჟეტი. დემოკრატიის მცველი თუ დიქტატორი, გმირი თუ ნიჭიერი მსახიობი. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა პრესმდივანმა ზელენსკის დახასიათებისას სწორედ ეს კონტრასტი გამოკვეთა. ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში იულია მენდელმა, რომელიც ზელენსკისთვის 2019-2021 წლებში მუშაობდა, აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი რეალურად რადიკალურად განსხვავდება იმ პერსონისგან, რომელსაც მაყურებელი ეკრანზე ხედავს. ის სულ სხვანაირი ადამიანია, გამუდმებით იცვლის ნიღბებს და ემოციურად არასტაბილურია. არ შეუძლია ემოციების კონტროლი, ხშირად ისტერიულია და ნებისმიერი ადამიანის გაწირვა შეუძლია. იგი წარმოუდგენლად კარგი მსახიობია და ამით მოიპოვა დიდი მხარდაჭერა 2022 წელს. ყველაფერი, რასაც ამბობს, ან манипуляცია, ან ტყუილი. 2 წელი ვიმუშავე მასთან და 2 ფრაზას იმეორებ და რაც მასზე კარგად მეტყველებს. პირველი, რომ უკრაინა არა ამზად დემოკრატიისთვის და მეორე, რომ დიქტატურა წესრიგია. ის გვეუბნებოდა, რომ გებელსის დონის პროპაგანდა სჭირდება. მენდელი ზელენსკის დიქტატორს უწოდებს და აღწერს უკრაინაში მის მიერ ამოქმედებულ არაერთ აკრძალვას, ადამიანის უფლებათა დარღვევის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, ჟურნალისტებისა თუ ბლოგერების დაბლოკვის, განსხვავებული აზრის დევნის და კრიტიკოსების სამართლებრივი დევნის შემთხვევებს. ის დიქტატორია. ადამიანის უფლებები წარმოუდგენლად ირღვევა. უკრაინაში არაადამიანური მდგომარეობაა. ხალხს სამართლებრივად დევნიან. ყველას, ვინც ზელენსკის აკრიტიკებს, პრორუსად აცხადებენ. ეს პოლიტიკური ბრძოლაა. ზელენსკი ომს დასჯის იარაღადაც იყენებს და ამას ღიადაც ამბობს. თქვა, რომ თუ ვინმე არასწორად მოიქცევა, მას ფრონტის ხაზზე გაუშვებს და ასე დასჯის. ზელენსკის მიმართ ამ ბრალდებების ფონზე მენდელმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს შემდეგ საფრთხე შეექმნას. თუმცა მაინც ღიად ილაპარაკა უკრაინის პრეზიდენტზე, როგორც სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთ უდიდეს წინაღობაზე. ყოფილმა პრესმდივანმა გაიხსენა 2019 წელს პარიზში პუტინისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა, რომელსაც პირადად ესწრებოდა. მას პირადი საუბარი ჰქონდა პუტინთან და პირობა მისცა, რომ უკრაინა ნატოში არასოდეს შევიდოდა. 2022 წელს მას ორჯერ ჰქონდა ომის დასრულების რეალური შესაძლებლობა, მათ შორის სტამბოლის მოლაპარაკებებზე, როცა ზელენსკი პირადად დათანხმდა დონბასის დათმობას, თუმცა შემდეგ გადათქვა. ჩემს წყაროებზე დაყრდნობით სულ 7 მცდელობა იყო ამ ომის დასრულების, სხვადასხვა შუამავლების დახმარებით. იგი პირობას აძლევდა ამ ქვეყნის ლიდერებს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებდა, თუმცა სულ იტყუებოდა. მას ომის დასრულება არ სურს. ის ამ ომის მთავარი ბენეფიციარია. ომის დასრულება მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობაა. ყველანაირ პირობას მოიგონებს. შეიცვლის პოზიციებს, რომ ეს ომი გაახანგრძლივოს და მეტი ფული მიიღოს. ყოფილმა პრესმდივანმა ვოლოდიმირ ზელენსკი კორუფციასა და ფულის გათეთრებაშიც დაადანაშაულა. იულია მენდელმა გაიხსენა, თუ როგორ მოსთხოვეს ზელენსკიმ და ანდრეი ერმაკმა სოციალური პოლიტიკის მინისტრობის კანდიდატს, რომ ფულის გათეთრების სქემა შეემუშავებინა. ჯერა რომ ის ფულის გათეთრების არაერთი სქემის უკან დგას, იგი თავად ამტკიცებს ამ სქემებს. ერთმა მინისტრმა თვეში $5,000 ხელფასი ითხოვა. ოთახში პრეზიდენტი ზელენსკი, ბატონი ერმაკი და კიდევ ერთი ადამიანი იყვნენ. დაუდეს ფულით სავსე ჩანთა და ამ კაცს უთხრეს, რომ $5,000 ოფიციალურ ხელფასად ვერ მისცემდნენ, თუმცა ეგრეთ წოდებული შავი ფულით გადაუხდიდნენ. ზელენსკის გარემოცვა სამთავრობო პროგრამებიდანაც უკანონო პროცენტებს იღებდა. ამ ბრალდებების ფონზე უკრაინაში მორიგი კორუფციული სკანდალია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს ბრალად ედება 10 მილიონზე მეტი დოლარის გათეთრებაში თანამონაწილეობა. ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, ეს თანხა კიევის მახლობლად ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩაიდო. უკრაინის ყოფილ მაღალჩინოსანს კორუფციული საქმის გამოძიების დასრულებამდე სასამართლომ უკვე დაუყადაღა მოძრავი და უძრავი ქონება.